უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს კალციუმი. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დავით, პირველ რიგში უთხრათ მშობლებს, რომ კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტი არის და ის არის ერთ-ერთი მთავარი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ძვალკუნთოვანი სტრუქტურის კარგად ჩამოყალიბებაში და სწორად ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით ბავშვების ასაკში, იმიტომ რომ ბავშვები იზრდებიან, ამის გარდა ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, თუმცა დავით გვეტყვის, ახლა საჭიროა თუ არა დამატებით მისი მიცემა ბავშვებისთვის. კი, ნამდვილად ხშირი არის კოტე შემთხვევები, როდესაც არის ბავშვი, რომელსაც ენიშნება კალციუმი სხვადასხვა მიზეზების გამო და უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს მისი დანიშვნა საჭირო, იმიტომ რომ გვესმის ჩვენ რომ ინიშნება პრევენციის მხრივ, ან თუნდაც იმიტომ რომ არ განვითარდეს დეფიციტი, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის საჭირო. კი, და დავით, ჩვენი რეკომენდაცია იქნება ის, რომ ჩვენ დანამატის მაგივრად ბავშვის კალციუმის მარაგი შევავსოთ რძით ან რძის პროდუქტებით, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმს და თუ რაღაცა კონკრეტული დაავადება არ არის, რაც შეწოვას უშლის ხელს, როგორც წესი, რძის პროდუქტების ადეკვატურად მიღების შემდგომ კალციუმის დეფიციტი არ უნდა განვითარდეს. კი, და რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება, მაგალითად დანიშვნამდე ყველა ვარიანტში მაინც უნდა გაკეთდეს ანალიზი, რითიც დადგინდება არის თუ არა კალციუმის დეფიციტი. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ აძლევთ თქვენს ბავშვს კალციუმის საპროფილაქტიკო დოზას და რატომ. დროებით.